დიახ, მოსამართლეთა ეონა ეპიტაშვილმა სასამართლო პროცესში შეიტყო, რომ როაპინიან საქმეზე ერთი მსჯავრდებული დარბას აკლდა, შესაბამისად მას შემდეგ დაინტერესდა მისი ადგილსამყოფელით ერთ-ერთი ბრალდებულის, რომელიც არ ესწრებოდა სხდომას, შესაბამისად შემდგომ გავიგეთ, რომ ადამიანი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ერთობლივად ეგრეთ წოდებულ ქურდული სამყაროს წევრებისთვის მიმართვას ედავება, გაუჩინარდა და მან ქვეყანა ისე დატოვა, რომ ამის შესახებ ვერ შეიტყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლობა, რომლებიც თვეების განმავლობაში მას უთვალთვალებდნენ და მათ შორის უსმენდნენ მობილურ ტელეფონზე. სად იმყოფება ბრალდებული გინეიშვილი, უცნობია მათ შორის ადვოკატისთვისაც ის ბუნებრივია არ ამხელს ამის შესახებ ინფორმაციას და ამბობს, რომ მისთვისაც უცნობია მისი დასაცავი პირის პოზიცია იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელსაც მას ედავება გამოძიება. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, არც ერთ მათგანს დღეს სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია. ბრალდებულთა შორის საბრალდებულოს გამზე ისხდნენ მსჯავრდებულებიც, რომლებიც პენტენციური დაწესებულებიდან, მათ შორის ერთი ქუთაისის ნომერ მეორე საპატიმროდან გადმოიყვანეს საგანგებოდ სხდომისთვის, მას გამოძიება ედავება კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირს, როგორც საბრალდებო წერილში წერია, პირდაპირ ვკითხულობთ პატიმარს მსჯავრდებულს, რომელიც სხვა ბრალდებით იხდის სასჯელს ქუთაისის ციხეში, ჰქონდა გარკვეული კომუნიკაცია ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან, ანუ ის რეკავდა ციხიდან და მას ურეკავდნენ ციხეში ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები და ერთ-ერთ შემთხვევაში, ერთ-ერთ ეპიზოდში მას დაავალეს ეგრეთ წოდებული პრაგონის გატარება ციხეში. ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს თავად და მისი ადვოკატი მისი სახელით საუბრობდა დღეს სასამართლო პროცესზე, რომ ყველა ბრალდება, ყველა ეპიზოდი მის წინააღმდეგ არის შეთხზული და გამოგონილი. დაუსრებლად მოხდა ბრალის წარდგენა და დაუსრებლად მოხდა ასევე აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის შეფარდება. ამჟამად ჩემთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია და საქმიდანაც არ ჩანს, რომ საერთოდ გამოძიება მასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს დამყარებული. შესაბამისად ის, რომ ის თავს არიდებს გამოძიებას, არ არის დასაბუთებული. გამოძიება თulis, რომ რაღაც კონკრეტული სარგებლის თანხის მოთხოვნის და დაბრუნების, ასე ვთქვათ, დახმარებაში მიმართვა იყო, მაგრამ ვის მიმართა? ეს კონკრეტულად ახლა დეტალებზე მოდი არ ვისაუბრო გამოძიების და დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. ფარულ ჩანაწერებში რა სახელი და გვარებიცა და ვინ შეიძლება ვისაც შეეძლო მონაწილეობა მიიღო ამაში თავიდან ყველას ბრალს აუყენებენ. შემდეგ გადმოგცემენ საქმის მასალებს და არსებითი განხილვის პროცესში აღმოჩნდება ვინ ჩაიდინა დანაშაული, ვინ არ ჩაიდინა. შეიძლება კვალიფიკაციაც იქნეს შეცვლილი ამასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულია ამ ეტაპზე პენტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, თუმცა მაინც პატიმრობა გამოიყენა. მოძიება ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. რაში გამოიხატა მისი მხრიდან, რა სამტკიცებს გამოიხატა? სისტემატური კავშირი ქორდა ქურდულ სამყაროსთან, კანონიერ ქურდებთან. ვისთან კონკრეტულად? არა, კონკრეტულად აი ამიტომ გეუბნებით, რომ საქმეში არდებს არანაირი მხოლოდ ბრალის ფორმულირება არის. სატელეფონო ზარს ახორციელებდა ციხიდანო? ხო, ესაუბრა, თითქოს იმან უთხრა, რომ პრაგონი გაატარეო. თუმცა ამას ქმედება არ მოყოლია, არანაირი პრაგონი არ გატარებულა, მსგავსი არანაირი არაფერი. 33 პირი, 33 ბრალდებული, რომელსაც საგამოძიებო უწყება ქუჩური მენტალიტეტით ცხოვრებას ედავება, პატიმრობაში გაუშვა მოსამართლემ. მათ შორის იყო ისეთ ერთი ქალი, რომელიც ამ დრომდე რჩება პენტენციურ დაწესებულებაში, მევახშე 60 წლამდე ქალბატონი, რომელსაც გამოძიება ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებთან მიმართვას ედავება, მისი კუთვნილი გაპროცენტებული თანხის ამოღების მიზნით. 10,000 ლარიანი გირაო შეეფარდა პროკურატურის შუამდგომობით წუხელ გვიან გამართულ სასამართლო პროცესზე ქალბატონს და მას შემდეგ რაც მისი ახლობლები, ოჯახის წევრები სრულად უზრუნველყოფენ გირაოს თანხას, ამის შემდგომ უკვე 60 წლამდე ქალი ციხეს დატოვებს. ამ შემთხვევაში ძალას ირჩება პროკურატურის შეთავაზება ყველა ბრალდებულის, ამ შემთხვევაში უკვე პატიმრების მიმართ, თუ კი ისინი სრულად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და ასახელებენ კონკრეტულ პირებს, ამხელენ მსგავსი ტიპის დანაშაულში მხილებულ პირებს, ამ შემთხვევაში არ გამორიცხავს საგამოძიებო უწყება, რომ მათთან საпроცესო შეთანხმება გაფორმდეს და ამის სანაცვლოდ დატოვონ მათ უკვე პენტენციური დაწესებულება.